Ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს მედიასთან კომენტარს შალვა პაპუაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. Shana, შეგვიძლია უბრალოდ ყოვლისა მინდა სულეთ საქართველოს მიულოცო დღევანდელი დღე და ასე განსაკუთრებით ყვარელებს მიულოცო ილიაობა. შემთხვევითი არ არის რომ ერეკლეობა და ილიაობა გვერდ-გვერდ აღინიშნება. ერეკლე ჩვენი უკანასკნელი დიდი მონარქი იყო, რომლის შემდეგაც სწორედ ილია ჭავჭავაძეს ხვდა წილად რომ ეზრუნა ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე. მან მოუყარა თავი წინაპრებისგან შემორჩენილ ღირებულებებს, შექმნა და ჩამოაყალიბა ის სამი სვეტის განზომილება, რომელსაც დაიფუძნა შემდეგ ახალი აღორძინებული ქართული სახელმწიფო, მამულის, ენის და სარწმუნოების თავარ ღირებულებებად გამოცხადების სახით. მან მისმა ამ მიდგომამ გამოგვატარა მე-19 საუკუნის და მე-20 საუკუნის დასაწყისი და სწორედ მას დაეყრდნო ქართველი ხალხის აზროვნება, მათ შორის რუსულ იმპერიაში და საბჭოთა იმპერიაში შემდგომ და მას დაეყრდნო უკვე ახალი ქართული რესპუბლიკა, რომელსაც დღეს ჩვენ ვაშენებთ და მნიშვნელოვანი არის რომ გვახსოვდეს ეს ამ ღირებულებების მნიშვნელობა, რომელიც ჩვენ ასეთ ქართლებში და სხვადასხვა რთულ ისტორიულ მონაკვეთებში მთავარ საფუძვლად ხდება. ბატონო შალვა, ქრონიკა მოიპოვა აუდიო ჩანაწერები, სადაც ელინე ხოშტარია და ზურაბ გიჩი-ჩაფარიძე საუბრობენ, რომ უცხოეთიდან მიღებული აქვს დავალება ქვეყნიდან გაიტანონ ინფორმაცია, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს შემდგომში სანქცირებულთა ის ფორმირება და ქვეყანაზე გარე ძალების მხრიდან წნეხის გაზრდა, დასტურდება მათი განცხადებებითაც და ეს ინფორმაცია მათ ნამდვილად ჰქონდა. რას ემსახურება თქვენი შეფასება? ნიშნავს თუ არა ეს, რომ თქვენ რაზეც საუბრობდით, დასტურდება ის ინფორმაციები, რაზეც უბრალოდ ყოვლისა ის მუხლები, რომელიც წარდგენილი აქვთ ამ პირებს, იცით რომ პარლამენტის მიერ გაზაფხულზე გატარებული ცვლილებებით მოქცეულია სამშობლოს ღალატის დეფინიციის ქვეშ, რომელიც თავის დროზე სწორედ ნაციონალურ მოძრაობამ გააქრო სისხლისამართლის კოდექსისგან იცოდნენ თავისი მოღალატეობრივი ბუნება, არ უნდათ რომ ხდებოდნენ რომ ადრე თუ გვიან წარდგებოდნენ მართლმსაჯულების წინაშე და სამშობლოს ღალატის მუხლი ექნებოდა წარდგენილი. ასე რომ ეს ჩანაწერები, ეს ბრალიც სწორედ ამას გვაჩვენებს ჩვენ დღისით, მზისით 21 საუკუნეში ვაკვირდებით ჩვენ ადამიანებს, რომელიც ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს. ისტორიული პარალელების შეიძლება ბევრი გავიხსენოთ და უბრალოდ ერთი უპირატესობა ჩვენ ეპოქას ის აქვს, რომ ფიქსირდება ეს ღალატი, ხედავთ ამას პირდაპირ ეთერში, ხედავთ მათ ქმედებებს და ასეთი მსგავსი ჩანაწერებიც ვფიქრობ ამისი მანიშნებელია. მეორე, ამ ხალხს სინამდვილეში და იმიტომაც უწოდებთ უსამშობლოებს, მათ რო კითხოთ, მათ გააზრებული არ აქვს სამშობლოს ღალატი. თავი მიაჩნიათ რაღაც კოსმოპოლიტად, მსოფლიო მოქალაქედ. მისთვის ქართული სახელმწიფო და ესტონური სახელმწიფო ერთი და იგივე არის. ის ქართულ სახელმწიფოს, ის ესტონურ სახელმწიფოს თუ ემსახურება ან ჰოლანდიურ სახელმწიფოს თუ ფრანგულს, მისთვის ეს იგივე არის, რაც ემსახუროს ქართულ სახელმწიფოს და ამას ვერაცნობიერებენ. რას ნიშნავს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ისთვის დაუყარეთ ჩვენ სისხლი, იმისთვის რომ საბჭოთა კავშირისთვის დაგვეღწია თავი, დაუყარეთ იმიტომ და სუვერენიტეტი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ჩვენ და სხვა არის სხვა. სხვისი სამსახური არ არის შენი ქვეყნის სამსახური. ეს არის მთავარი იდეა, რომელსაც ვერაცნობიერებენ. ეს არის მთავარი იდეა, რომელიც სწორედ ერეკლეს და ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა, რომელსაც ვერაცნობიერებენ ეს ადამიანები. და ეს არის მთავარი პრობლემა სინამდვილეში, როცა ჩვენ საუბრობთ ნაციონალურ მოძრაობაზე, როგორც იდეოლოგიაზე. ნაცობა არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული პარტიის წევრობა ან მხარდამჭერობა. ნაცობა ეს არის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება უსამშობლობას
და იმ პლატფორმაზე დგომას, რომ ერთი და იგივეა შენ ემსახურები შენ ქვეყანას თუ ემსახურები სხვა ქვეყანას და სხვა ქვეყნის მსახურებას არ ქმევ საკუთარი ქვეყნის მსახურებას. რომ მკითხოთ ამას სიტყვიდან, მე რა თუ რომელიღაცა უცხოურ ჯგუფებს ვეხმარებოდით რაღაცაში, მე რა რომ ამას ვაკეთებ, ამას ვერაცნობიერებენ რომ ანუ და ახლა ვისმენთ რომ კი მაგრამ მტრული ქვეყნები არიან თუ რა არის საქმე მტრობაში და მეგობრობაში კი არა საქმე არის რომ ვართ ჩვენ და არიან სხვები და ამაზე დგას ნებისმიერი სახელმწიფო და როცა ემსახურები სხვებს, მაშინ შენ არ ემსახურები ჩვენს და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი რომ სამშობლოს ღალატი როგორც ყველაზე დასაძრახი ქმედება იყოს ქართული ხალხის მიერ შეფასებული. ბატონო შალვა, ჩანაწერების თემას გავაგრძელებთ. გარდა ამისა მოვიპოვეთ სავარაუდოდ რაციის ჩანაწერებით, რომლითაც დასტურდება, რომ ძალადობრივი აქციები იყო წინასწარ კარგად ორგანიზებული. არის თუ არა ის იმის დასტური, რომ ოპოზიციის კამპანია, რომ პროცესები ხალხის მიერ სპონტანურად ვითარდებოდა, ფუჭი და ტყუილია. თავისთავად ჩვენ ხედავდით ამას პირდაპირ ეთერში ყველა მოქალაქე ვაკვირდებოდით მათ ქმედებებს გახსოვთ რომ მათ შორის მაშინ ჩატარდა ჩხრეკები პარტიის თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ჯგუფებში ოფისებში სადაც ამოღებული იქნა მოლოტოვის კოქტეილები და სხვა გახსოვთ ახლაც ხო მსხედან ციხეში საჯას იხდიან ცეცხლაძე და მსგავსი ტერორისტები რომლებიც პირდაპირ გეგმავდნენ და ინსტრუქციებს გასცემდნენ როგორ უნდა მოაწყონ რაღაც თავდასხმითი თუ ბარიკადები როგორ უნდა მოაწყონ, თავდასხმა როგორ უნდა განახორციელონ, როგორ უნდა კოორდინირდნენ ჯგუფები ჩამოაყალიბოს და ყველა ეს გარედან მხარდაჭერი ჯგუფები სწორედ ამით იყო დაკავებული. ჩვენ ამას ხედავთ პირდაპირ პარლამენტის შენობაზე, როგორ მიდიოდა შტურმი, როგორ სცადეს პარლამენტის გადაწვა 90-იანი წლებიდან პირველად ქუჩაში დაგვიდგეს ფაქტობრივად ვირტუალური ომი და პარლამენტის დაწვის მცდელობა 30 წლის თავზე, 35 წლის თავზე სცადეს პარლამენტის ხელახლა გადაწვა და ამას ტაშს უკრავენ დღესაც ზოგიერთი უცხოელები. გახსოვთ თქვენ რომ ამ ძალადობრივი აქციის ფოტოებს ტირაჟირებს, მათ შორის ევროკავშირის საელჩო სხვადასხვა ღონისძიებებზე ფოტოებს, სადაც პირდაპირ ასახული არის ძალადობა და ამ ძალადობას აცხადებენ მისაბაძად. ამიტომ არის რომ დღემდე ევროკავშირის სადაც ვერ დააცდევინა ვერავინ დაგმობა ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის შტურმისა, ამიტომ ვერ დავაცდევინეთ ვერც ერთხელ ჩვენს შეხვედრებში მათ შორის სხვადასხვა უცხოელებთან, იმიტომ ვიციან რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან რომ ამ ხრივ ძალიან ასე ვთქვათ ჩიხში არიან მოქცეული ძალადობასთან დაკავშირებით. ბატონო შალვა, გაიმართება თუ არა მსჯელობა პარლამენტში ევროკომისიის ანგარიშის შესახებ და შესაძლოა თუ არა რომ პარლამენტმა განცხადება ან რეზოლუცია მოამზადოს ამ საკითხზე. ნახოთ ჩვენ მთავარი ერთი რამეა რომ რაც შეეხება ამ შეფასების დოკუმენტს. ჩვენი მთავარი შეფასებელი არის ქართველი ხალხი. ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი და ასეთი პრეტენზია რომ საქართველოს შეფასებისა გვახსოვს ვის ქონდა საბჭოთა მოსკოვს რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებით ხუთწლედებს გვისახავდა და ხან რა გეგმებს და ხან რა გეგმებს ეხლა ხან 5 პუნქტს გვეუბნებიან და ხან რა გეგმებს გვისახავენ ყველამ უნდა გააცნობიეროს რომ თავარი პრინციპი, რაზეც დაფუძნებულია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, ეს არის სხვა ხალხების სუვერენიტეტის პატივისცემა. და ის დამრიგებლური ტონი, რომლითაც ზოგიერთი ევროკომისარი ბედავს ქართულ ხალხთან საუბარს, არის მიუღებელი, როდესაც ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს აქვს პრეტენზია ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ესტონეთის არჩეული ადამიანი თუ სხვა ქვეყნის არჩეული ადამიანი გველაპარაკება ჩვენ ქართველების სახელით. ამაზე დიდი ცინიზმი და დამოუკიდებლობის უპატივცემლობა რა შეიძლება იყოს. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი შეფასებები გვაქვს ბრიუსელთან დაკავშირებით, ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობთ და ამაზე კიდევ უფრო ბევრს ვისაუბრებთ, ვინაიდან რახან ბრიუსელმა გადაწყვიტა ასეთი კონფრონტაციული ტონი ქართული ხალხისთვის კურატორის და მეურვის როლის შეთავსება
ქართული ხალხისგანაც მოისმენენ ძალიან დასაბუთებულ შეფასებას მათი საქმიანობის და იმის შეფასებას, რომ ბრიუსელი დღეს აცდა სრულად ევროპულ ღირებულებებს და პირდაპირ გზით მიექანება საბჭოთა უკან საბჭოთა კავშირისგან. კვლავ რომ შეაფასოთ ჰერჩესკის წერთან დაკავშირებით და გკითხოთ, სადაც არის ნათქვამი, რომ 2024 წლის 27 ივნისს უკვე მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნის შესახებ. დიახ, ეს კიდე ერთი დასტური არის, თუ რა პოლიტიკური ენერგია და ფული იხარჯება საქართველოში ცრუ ნარატივების დასამკვიდრებლად. და ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი იყო თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. და ამ წერილმაც თავად უკვე დაადასტურა და ეს არის საკუთარი თავის მხილება ბრიუსელის მხრიდან, რომ სინამდვილეში ეს პროცესი შეაჩერა 2024 წლის ივნისში თავად ბრიუსელმა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობა მოითხოვა ბრიუსელის მხრიდან მისი ფინანსების საქართველოში დახარჯული თანხების გასაჯაროება. ვერ გვაპატიეს ქართველებს, რომ როგორ გავბედეთ, რომ ჩვენ ქვეყანაში ბრიუსელი ფულს ხარჯავს, ევროკავშირის საელჩო ფულს ხარჯავს და როგორ გავბედეთ ქართველებმა, რომ მოვიკითხეთ, რომ იქნებ გითხრათ, აბა რაში ხარჯავთ ფულს, რა მიზნებს ემსახურება ამ ფულის ხარჯვა და ეს ვერ გვაპატიეს, რომ ქართველებმა ჩვენს ქვეყანაში მოვიკითხეთ, რაში იხარჯება ფული. ნუ ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ იმ ღირებულებით უკუსვლას, რომელსაც ბრიუსელი განიცდის და ჩვენი მოწოდება სწორედ ეს არის, რომ დეზინფორმაცია როგორც პოლიტიკური იარაღი უნდა უარყონ და ეს იქნება პირველი ნაბიჯი ბრიუსელისთვის, რომ დაუბრუნდეს ევროპულ ღირებულებებს. და დაუბრუნდების საბოტაჟის საკითხს და პროკურატურის ბრალდებებს თქვენი ვერსიით როგორ შეიძლება შეფასდეს ეს ოპოზიციური პარტიების მხრიდან და რა მოსალოდნელი რეაქციები ამასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ ჩვენ პროკურატურას სასამართლოს უნდა ვადევნოთ თვალყური, რა მტკიცებულებები იქნება, სასამართლო რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, ვინმეს თუ რაიმე პრეტენზია აქვს მართლმსაჯულებასთან, მიმდინარე პროცესთან თუ როცა იქნება სასამართლო განაჩენი მის მიმართ ვინმეს რამე პრეტენზია თუ ექნება, აგერ არის სტრასბურგის სასამართლო მიმართონ და ეცადონ საკუთარი სიმართლის დამტკიცება. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველა ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას საბოლოო ჯამში მარცხდება სტრასბურგში. ასე დამარცხდნენ ის ელჩები, რომლებიც ცრუ დემარშით მივიდნენ თავის დროზე იუსტიციის მინისტრთან სააკაშვილის ვითომ სიკვდილისპირას ყოფნასთან დაკავშირებით და რამდენიმე კვირაში სტრასბურგმა ამხილა ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით ყველა სხვა დანარჩენი ელჩი თუ ქვეყანა ამხილა ცრუ დემარშზე, ვინაიდან სტრასბურგმა განაცხადა, რომ არაფერი არ სჭირს სააკაშვილს ისეთი, რომ საჭირო იყოს მისი სადმე გადაყვალა სხვა ქვეყანაში. რაც ასევე ადასტურებს, რომ მათ ჰქონდათ მცდელობა სააკაშვილის ციხიდან დახსნისგან. ეს არის ის ღირებულებები, რაზეც სამწუხაროდ დღეს ზოგიერთი ევროკავშირის ქვეყანა დგას. რაც შეეხება ოპოზიციის ზოგიერთი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან რეაგირებას, ვაკვირდები და ისინი ვერაცნობიერებენ. ერთხელ მათ არ ესმით, ვინაიდან მათ არ აქვს სამშობლოს შეგრძნება, შესაბამისად მათ ისინი ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს სამშობლოს ღალატი. ისინი ფიქრობენ, როგორც უსამშობლოები და რაღაც კოსმოპოლიტები და მსოფლიო მოქალაქეები ფიქრობენ, რომ თუ კი ისინი რასა იუკნევიჩიანეს დაეხმარებიან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ისინი რაღაცა საერთო საქმეში არიან ჩართულები. თუ კი ისინი ვიღაცებს დაეხმარებიან საქართველოს დასჯაში, სანქციების დაწესებაში, რომ ეს რაღაც საერთო ღირებულებებს ემსახურება. ეს რა თქმა უნდა ოპოზიციაში არიან პირდაპირ აგენტები, რომელმაც ამას განზრახ აკეთებენ, მაგრამ ასევე არიან მიამიტები, რომლებსაც ასეთი პრიმიტიული ტყუილით აბრუებენ და მე ხედავთ ყოველ ჯერზე, რომ ყველა ძალიან ცივი გონებით ფიქრობს მხოლოდ საკუთარ ქვეყანაზე და აქედან ამოდის. და ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი ვერაცნობიერებს რა არის სამშობლო, ვერ მიჯნავს ჩვენსა და სხვას და შესაბამისად მოქმედ ინფორმაციის მიწოდების შესახებაც. დიახ, ეს სინამდვილეში ეს არის, ხო? მეხუთე კოლონა ზუსტად ამას ნიშნავს, როდესაც შენ ქვეყანაში შენი მოქალაქე, ამგვარი რადიკალი ოპოზიციონერები მუშაობენ სხვა ქვეყნებზე
ემსახურებიან სხვა ქვეყნების ინტერესებს და ლოიალური არიან არა საკუთარი სამშობლოს, არამედ სხვა ქვეყნების მიმართ. მადლობა. უსმენთ პარლამენტის თავმჯდომარეს.